შენ ცხოვრებაში იყო ერთი ცოტა მძიმე პერიოდი. რა იყო, როგორ იყო მაგაზე არ გკითხავ, ბევრი გაქვს ამაზე ნასაუბრები. მე მინდა გითხო და გვითხრა უბრალოდ, აი ვინც გიყურებს, მოზარდი, დამწყები სპორტსმენი თუ მოქმედი სპორტსმენი, როგორ უნდა შეძლო ადამიანმა, რომ ეს მძიმე პერიოდი გაიარო და დაბრუნდე და ეს ჩემპიონი გახდა. როგორც საჭიროა ისე რომ დაბრუნდე. როგორც საჭიროა ისე რომ დაბრუნდე. ძლიერი უნდა იყო რა. არ ვიცი მეც როგორ მოვერიე ჩემ თავს, მართლა ალბათ მეგობრებით, ოჯახით, ეს ყველაფერი ძლიერი ზურგი უნდა გქონდეს და ეს ყველაფერი მარტო არ არსებობს შეძლო რა, ძალიან გაგიჭირდება. მარტო ადამიანს ამ ხელა სტრესის გადატანა ვფიქრობ რომ ძალიან გაგიჭირდება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მართლა არ იყო მარტივი რა. მე თვითონ ისეთი ადამიანი ვარ რომ არაფერს არ ვიმჩნევ და არაფერს არ შევიმჩნევ არასდროს, მაგრამ შიგნიდან ხო ეს ყველაფერი გაქვს და ამას ვერ გაიქცევი. რაღაც სასწაული შოკი იყო საოცარი რა. როგორი რამე იცი რა. მე ხირო დაგეცემა თავში ალბათ რომ არ საიდან არაფერს ვერ მოელოდი და უცბად როცა შენით ამაყობ, როცა რაღაც მწვერვალზე ხარ და იქიდან და ყველაზე მეტად ყველაზე ცუდი რაც არის რომ ამხელა ხალხის სიყვარული გაქვს და უცბად რაღაც ადამიანებს და იმას როგორც რომ სადღაც კომენტარს უკითხულობ რომ ამანე ამიტომ მოიგო და ნუ შენი შრომა რომ უცბად წყალში იყრება და ეს იყო საშინელება ეს იცი რა მაინტერესებს აი მაგ კომენტარებმა ამიტომ მოიგო უფრო ხوار გაგაღიზიანა და ხوار იყო იქ შენი დაბრუნება თუნდაც მაგათვით ხალხის გაცემა. რა თქმა უნდა ეს ჰეითი გაძლიერებსო და მართლა ეს არის რომ დაუმტკიცო რომ მე მაშინაც გავაკეთე და ეხლაც გავაკეთებ და მე ისე ვაქვარ და საძავით მაგრამ მე დღესაც აქ ვარ ისევ ძლიერი ვარ და დღესაც შემიძლია ევროპის მოგებაც ძალიან დიდი ტიტულების მოგებაც და ალბათ ეხლა მიხვდნენ რომ მე იქ არაფერს შუაში არ ვიყავი და რა თქმა უნდა ღმერთმა იცის ამის შესახებ ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ოჯახმა და ნუ პირველ რიგში მე ვიცი და ეს ყველაფერი ხალხსაც დავაჯერე რომ მე იქ არაფერს შუაში არ ვიყავი და რაც იყო და როგორც იყო არ ვიცი ხა კიდე აღარ გავაგზავნებ. ხო, არა, მაგაზე აღარ გვინდა კიდე. აუ, აი თუ შეიძლება პატარა რეპლიკა არ გიცნობდით და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება. იმდენად პატივსაცემი ადამიანი ყოფილხართ. ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან და არ ვიცი, წარმატება დარწმუნებული კიდე უფრო ბევრი იქნება და მის მადლობა. ერთსაც კითხავ მაგ პერიოდზე, მამა როგორ გედგა გვერდში მაგ დროს? არ ვიცი, ალბათ 1100%-ით რომ ძალიან რომ ისევ აქ დავრჩენილიყავი და გამეგზელებინა ეს გზა რა. ხო, ანუ მამების დრო გვაქვს და მაგიტო უსვამ ხას მამას, თორე დარწმუნებულია მთელი ოჯახი ანალოგიურად იქნება. ყველა ძმები ხო არ ვიცი, ძალიან მეგობრები და მამაც კი არა მამა და ნუ ხო ამ ყველაფერმა მთლიანმა ოჯახმა რომ შენ ხო იცი როგორიც ხარ, ვინც ხარ და ეს თუ მაშინ გავაკეთეთ, ეხლაც გააკეთებ და ეხლა შეგიძლია და მადლობა ლუკას ოჯახს რომ აი ეს რთული პერიოდი ასე დაუდგა გვერდში და მაგარი სპორტსმენი ისევ არის ჩვენს გვერდით. გაიხარ